ვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია პანდემიის შედეგებიდან დაწყებული კონფლიქტებითა და სოციო-ეკონომიკური უთანხმოების გაღრმავებით დამთავრებული. შესაბამისად, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება მაჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მოხსენების მიზნების მხოლოდ 17% მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში მომავლის სამიტი უნიკალურ შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველოს მზად და საერთაშორისო თანამეგობრობის და ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები. საქართველოს მზადა გააძლიეროს თავის ძალისხმევამ საერთაშორისო თანამეგობრობებთან ამის მისაღწევად. მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს სამიტის წარმატება მნიშვნელოვნად ცვლილებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრული კომპაქტი და საომავლო თაობების მიზნებზე მუშაობა. ნათელია, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფად. პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული. ასევე ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვას და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. ვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნეს გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა უპირატესობა იქნეს გამოყენებული, ადამიანის უფლებები იქნეს დაცული ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში და ტექნოლოგიები იქნეს ამისთვის გამოყენებული. მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობების აზრი არის გასათვალისწინებელი ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოში გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად. დეკლარაცია მომავალი თაობებისთვის არის აუცილებელი, რათა მათი მოსაზრება იქნეს გათვალისწინებული და ინტერესებით დაგვაყოფილებული. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო თანამეგობრობის და თანამშრომლობის და სოლიდარობის გასაძლიერებლად და საომავლოდ ჩვენი ძალისხმევის გარდაქმნა მოხდება ხელშესახებ ძალისხმევად ეფექტური განხორციელების კვალობაზე. მოდით შევინარჩუნოთ ეს ზუსტკვეთება და უკეთესი მომავალი შექმნათ ამ ორგანიზაციის მიზნების სრულად დასაცავად და პატივის მისაგებად. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ნიუ-იორკიდან, სადაც მომავლის სამიტი მიმდინარეობს ამ წუთებში და თქვენ